რა ხდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამყაროში? ჩვენს წელთაღრიცხვამდე სამყაროში და რელიგიაში იყო კერპ-თაყვანისმცემლობა. თაყვანისმცემდნენ ქანდაკებებს, კერპებს და ასე შემდეგ. იესომ რა თქვა? არ გააკერპოთ. რა ხდებოდა ქრისტეშობამდე კერპ-თაყვანისმცემლობის პარალელურად. ასევე იყო გავრცელებული ღვთაებებზე სხვადასხვა ძვირფასეულობის მიტანა, შემკობა, ოქრო ვერცხლი. ეს ოქრო ვერცხლი არც ერთ მხარეს ჭირდებოდა და არც მეორე მხარეს. თუმცა იერარქიას ეს ჭირდება იმისთვის, რომ ადამიანები დაამიწოს, რომ ადამიანებში ჩანერგოს ის ფაქტი, რომ ისინი არიან მიწიერი, მხოლოდ რომ მიწიერს აქვს ფასი, რომ მიწიერია ყველაფერი და ეს არის ერთგვარი ენერგეტიკული რიტუალი, განაცხადი, რომ შენ სულიერებაში ეთაყვანები მატერიალურ საგნებს. ნებისმიერი ნივთი ასხივებს ენერგიას. ჩვენ ადამიანები ვართ ერთადერთი არსები, რომლებსაც ინტელექტუალურად ნებიდან გამომდინარე შეუძლიათ დაასხივონ ნივთები ძალიან მაღალი ენერგიით. თითოეული ნივთი, რომელსაც ატარებთ, ეს ყველა ნივთი დასხივებულია თქვენი ენერგიით. იმ ენერგიით რა ვიბრაციულ მდგომარეობაში თქვენ იმყოფებით. ზოგადად კრისტალი, ბრილიანტის ქვა, ლალის ქვა წარმოადგენს ენერგო რეზერვუარს განსაკუთრებით. ტაძარში, რომელიც სამკაულები ძვირფასეულობად შეწირულია ხატებზე და ხატებზე კიდია, ის სამკაულები ზოგი ონკოლოგიურიდან გამომდინარე ნატარები შენაწირია, ზოგი სხვადასხვა დაავადებების, როგორც რადიოაქტიული ნარჩენები აიღოთ, ზუსტად ისეთივე ეფექტი აქვს ენერგეტიკულ ველში აი ამ სამკაულებს, რადგან ყველა წარმოადგენს გასაჭირის შედეგად გაცემულ და ნატარებ და შემდეგ უკვე გადაცემულ ტაძრებზე და შემდეგ უკვე ხატზე ჩამოკიდებულ ნივთებს წარმოადგენს. ეს ადამიანური მანკიერებები, რითაც ეს სამკაულებია დამუხტული და რა თქმა უნდა, ახლა ეს სამკაულები გურუებიდან და წმინდანებიდან არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანებიდან, რომლებსაც გააჩნდათ სულიერი მანკიერებები, ცოდვები, ბოროტებები, ზოგს სექსის დროს ეკეთა ის ნივთები, ზოგს კრეხელობის დროს, ზოგს ღალატის დროს, ზოგს ვინიცის მკვლელობის დროს, ზოგს რის დროს და ზოგს რის დროს. ზოგიერთი სამკაულის პატრონი გარდაცვლილია და ვერ ხვდები რატომ უნდა მივდიოდე და გარდაცვლილი ადამიანის სამკაულთან და სამკაულზე რატომ უნდა ვლოცულობდე. ასეთ ნივთებზე ხელის შეხება, ლოცვა არის ძალიან საფრთხის მომცველი, რადგან ეს ენერგიები არის პროგრამები, რომლებზეც შეხებაც შესაძლოა თქვენზე გადმოვიდეს კონკრეტული ენერგიები და ამას ჩვენ ვიმსახურებთ რისთვის ვიმსახურებთ ჩვენ ამას და იმის გამო რომ ფასეულობა აქვს მიწიერი იღებენ და სუფთა ხატზე რომელიც იმსახურებს ღრმა სისუფთავეს და პატივისცემას კიდებენ მასზე ამ სამკაულებს და ხატი ჩემის აზრით არ უნდა იყოს ესეთი ენერგეტიკული და მიწიერი დაბინძურებებით სავსე აი ამ ნივთების სახით და ეს არ უნდა ხდებოდეს როგორც ხდებოდა 2000 წლის წინ ოკულტურ რელიგიებში.